მე მძიმა მარტო დარჩენილ ქალს ბაგრატიონთაგან 1200 წელი ნატარების სამეფო გვირგვინი. როცა მფარველად მოსული რუსები ჯვარს ამოფარებულ ველურ მონღოლებად გადაიქცნენ. ჩემი მეფე ქმრის გიორგის სიკვდილის შემდეგ გენერალმა ლაზარევმა ჯერ სიონში გამოგვიცხადა იმპერატორის მანიფესტი და ქართული სახელმწიფო გაგვიუგო. მერე სამეფო ოჯახის შვილები ბორბლდადებული გაუყენა რუსეთის გზას. Ваше превосходительство, вас уже неоднократно предупредили. Но вы почему вы все еще здесь? Вы немедленно должны покинуть эту страну. По приказу Его Императорского Величества вы должны непременно уехать из Грузии и переехать с детьми в Петербург. Вам это ясно? Мемкулელი არ ვარ. გულმა და ხელმა ქნეს თვითონ. ამბარასელო და ლაზარევი როცა ჩვენს გასასახლებლად საქართველოს დედოფლის საძინებელში შემოიჭრა და მძინარე შვილები დამიწიოყო. Где ваши дети? Я имею в виду остальных. Мы знаем, как вы старались скрыться от нас. Мы знаем и то, как вы планировали заговор против Его Величества. Последний раз предупреждаю. Покиньте немедленно вы эту страну. Эй, стража! Уведите детей! Итак, ваше превосходительство, выбирайте. Либо вы добровольно покидаете Грузию, либо мы вас силой выставим вон. მაგათ გონიათ იმით დამამცირეს, რომ ფეხით გადამატარეს ზამთრის გზა თბილისიდან მოსტოკამდე. ან ახლა მიჭირს რუსეთის გაყინულ მონასტერში ტყვეობა. არა. მე მხოლოდ იმით ვიტანჯები, რომ მოკლებული ვარ ჩემს მიწას. ჰაერს, წინაპრების საფლავებს და ჩემს სვეტიცხოველს. საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ ციციშვილი ბაგრატიონი. გაგრძელე საქართველოს ისტორია.